თავთ მართველი გუნდის ოფისს. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა დღევანდელ დღეს პატივი მივაგოთ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში გმირულად დაღუპულ საქართველოს შეერაღებული ძალების 17 ჯარისკაცს. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ჩვენი გმირები და ამ ომს ჩვენ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მოვიგებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, როგორც იცით, გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში ქართულ ოცნებას პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამორჩეველი კვლავ ქართული ოცნებას უჭერს მხარს. ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია და საბოლოო შედეგებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას პერსონალური ფაქტორებიც ახდენს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია წინა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, როგორც გახსოვთ, და მაშინ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების შედეგი იყო 48%, ხოლო ერთი წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგი გაიზარდა 56%-მდე. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთივე ზრდა იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვყავს და გვეყოლება ღირსეული კანდიდატები წარმოადგენილი ყველა არჩევნით თანამდებობაზე და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს. საკითხი ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 50%-ის აღების შემთხვევაში შესაძლოა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ლეგიტიმურობის საკითხი. აი, როგორ ფიქრობთ, როდესაც წინა არჩევნებში უფრო ნაკლები პროცენტი გაქვთ აღებული, ახლა თუ 50%-იც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა არის ეს, რა პოლიტიკური გზავნილი არის? დიახ, მეც უსმინე გუშინ ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ეს თემა იყო გაშლილი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა არ არის სერიოზული მიდგომა. ჩანს, რომ ეს არის იმედგაცრუება გიორგი გახარიას მხრიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ხვდებით და სხვათა შორის ამ კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი დაახლოებით 3-4% არის, რომელიც ქართული ოცნებიდან დღეის მონაცემებით წაღებული აქვს გახარიას პარტიას და რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ ამაზე ვიმუშავებთ, რომ ეს ჩვენი ამორჩევლები დავიბრუნოთ უკან. მაგრამ ეს იმედგაცრუება, რომელიც ერთის მხრივ ამ პარტიას გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება, არის ანულირებული და აღარ არსებობს არანაირი დათქმა რაიმე რიგარეში არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად ის ფუნქცია, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა, რომ რაიმენაირად დაეზიანებინა ქართული ოცნება და ჩამოეწია მისი მოწონება 53%-ზე ქვემოთ, ამანც თავისი შინაარსი აღარ აქვს და ამოწურა ერთი და მეორე ისინი ხედავენ, რომ მიუხედავად იმ ცდილობისა, რომ და ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც კი მოუწია ამასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, როდესაც ნახა, რომ ეს პარტია ცდილობდა ქართული ოცნების ხმებზე პარაზიტობას და აქედან გამომდინარე შედეგებითაც ახლა რეიტინგიდან გამომდინარე ნახეს, რომ ამან დიდად ვერ დააზიანა ქართული ოცნება, ამიტომ ეს არის ამ იმედგაცრუების გამოძახილი საუბარი რაიმე ლეგიტიმაციაზე ამ კუთხით, მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც გახდათ იმ საარჩევნო სიის ნაწილი, რომელმაც 2020 წლის არჩევნებში მიიღო 48% და რაიმე კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით მას არასდროს არ ქონია, ახლა ამაზე საუბარი ეს იგივეა, რაც თავის დროზე არჩევნების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. თუ გახსოვთ, როდესაც ისინი ამბობდნენ, მნიშვნელობა არ აქვს გაყავდა თუ არ გაყავდა არჩევნები, მთავარია ის აღქმა და აქედან გამომდინარე რიგარეში არჩევნები დაახლოებით ისეთივე გზავნილი არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორია მოწონება, რაღაც ზოგადად საუბარი იმაზე ლეგიტიმაცია არსებობს თუ არა. ქართულ ოცნებას აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელიც მან მოიპოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. გამოხმანა Facebook-ზე, ანუ საჯარო პოსტი შემთხვევით გახურული ჯგუფის იყო გამოწვეული და ალბათ ნახეთ ჩემმა მალევე წაშალა ამ ფარგლამენტის დავალებას ხალხო დავალებას ასწავლა. ეს რომ შეამოწმეთ ეს არის ის, სადაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ორ რაღაცას. ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჩართული არის წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მქონდა ინიციატივაც, რომ ამ კუთხით უკეთ მოწესრიგებული იყო ჩვენი კანონმდებლობა, რომ ესეთი შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად შეიძლება ის პირდაპირ ერევა საარჩევნო კამპანიაში ერთი, მეორე
მანამდე აღიარა რომ ის ერევა ასევე მედია საშუალებების მიერ სხვადასხვა ასე ვთქვათ დღის წესრიგის განსაზღვრაში და აქვს მათთან კომუნიკაცია და ახლა დაადასტურა რომ ის ასევე კომუნიკაცია რა თქმა უნდა გააჩნია თავის მომხრეებთან და ცდილობს რომ დღის წესრიგი განსაზღვროს საქართველოში. მათ შორის ეს ადასტურებს კიდე ერთ რამეს. ჯერ ერთი ის ტექსტი რაც ჩვენ წავიკითხეთ ყველამ ჩვენი თვალით რას ნიშნავს რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთი ბოროტი გეგმების დაგეგმით არის ასე ვთქვათ გატაცებული ეს ტიპიური მიდგომაა რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით და ვხედავთ ნაციონალური მოძრაობისგან რომ ისინი ცდილობენ პიროვნული ტრაგედია გამოიყენონ პოლიტიკური დივიდენდებისთვის რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური ერთი სხვი და მეორე საკითხი საინტერესოა ის ჯგუფი სადაც ეს რისთვისაც ეს ტექსტი იყო განკუთვნილი რა ჯგუფში უნდა ჩავარდნილიყო და ვინ არის ის ხალხი ვინც ამ ჯგუფში არიან და ასეთი ტიპის გეგმებს ალაგებენ ჩვენ სხვა შორის ვნახეთ ბოლო პერიოდში ცოტა გასაკვირი იყო ნაციონალურ მოძრაობის და მათ გარშემო არსებული ადამიანების აქტივობა ამ კუთხით ეს ის პარტია რომელიც წინა არჩევნებზე გვახსოვს რომ დიდ მიტინგებსაც ატარებდა მათ შორის არჩევნების წინა დღესაც გახსოვთ რამხელა მიტინგი ჩაატარეს არ ერიდებოდნენ არანაირ შემდეგ უკვე დარღვევას კოვიდ რეგულაციებს გახსოვთ რომ ღამე სპეციალურადაც კი არღვევდნენ ამ რეგულაციებს კაფე ბარებს ხსნიდნენ და ასე შემდეგ და ეხლა ეს ხალხი უცებ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვნახეთ თუ კამპანიური ხასიათი მიიღო მათმა ასე ვთქვათ გააქტიურება ამ კუთხით და ეს ყველაფერი გუშინ ახსნილი იქნა თურმე ეს ყოფილა სწორედ ეს კამპანია რომ პიროვნულ ტრაგედიებზე დააგროვონ პოლიტიკური დივიდენდები ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში პირველ რიგში თქვენი მაღალჩინოსანი ყოფილი მაღალჩინოსანი ასე ვთქვათ თქვენ წინააღმდეგ მოდის და ამბობს რომ მე ვიცნობ შიდა სამზარეულოს და ვიცი რომ ქართული ოცნებას მჭიდრო კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან პირველ რიგში გასපასუხებით ამ ბრალდებას რომ ქართული ოცნებას აქვს მჭიდრო კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან და შემდეგ ასე ვთქვათ თქვენი მაღალჩინოსნის ისევ თქვენ ყოფილი მაღალჩინოსნის ისევ თქვენ წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავ და აქვს თუ არა მას მე მას არ ვიცნობ საქართველოს თავისუფალი ქვეყანაა ყველა შეუძლია იყოს პოლიტიკურად აქტიური ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში რა თქმა უნდა აბსურდია ანუ ოპოზიციის კანდიდატები აპირებენ რომ ზოგიერთ ერთ-ერთ მეთოდია ამ შემთხვევაში როგორც შესაძლოა საერთოდ ერთ-ერთი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას ჩვენ ვნახეთ მათ შორის გამოკითხვები გვაჩვენეს თბილისის მერობის კანდიდატობაზე იცით რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა ორ კანდიდატთან დაკავშირებით და ვნახეთ რა არის სხვაობა ასე რომ აქ პასუხი გაცემულია ამ არჩევნებს რა თქმა უნდა ქართული ოცნება ისევე დამაჯერებლად მოიგებს როგორც წინა არჩევნებს შესაბამისად ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება თანაფარდობები ცოტათი შეცვალოს მაგრამ ჯამი საერთოდ ჯამში არ შეიცვლება ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვება უნდა გითხოთ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით რეგულაციებზე საუბრობთ რამდენიმე წუთის წინ და ასევე საარჩევნო კამპანიაზეც ვნახეთ რომ საარჩევნო კამპანია დარეგულირდა ისე რომ რაღაც რეგულაციები იქნება გათვალისწინებული თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად რომ ჯანდაცვის სისტემა განიცდის საკმაოდ მძიმე მდგომარეობას ახლა ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობს ამაზე საწოლ ფონდი არ არის და ასე შემდეგ რიგი პრობლემებია ამ მიმართულებით რასაპირებს ახლა ქართული ოცნება როდესაც ქვეყანა საკმაოდ მძიმე ვითარებაშია ყავს იმაზე მეტი ინფიცირებული ვიდრე ყოლია ოდესმე პანდემია უპირველეს ყოვლისა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ უზრუნველყო ის რომ ჩვენ გვაქვს ახლა უპრეცედენტო რაოდენობა ვაქცინებისა და ახლა ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე არის ეს რომ ყველა აცრაზე ყველა გაიკეთოს აცრა იმისთვის რომ დაიცას საკუთარი თავი და უპირველეს ყოვლისა ასევე ჩვენს გარშემო არსებული მათ შორის განსაკუთრებით ბავშვები ვინაიდან ვიცით რომ ეს ახალი შტამი ან ვერსია ასე ვთქვათ ვირუსის განსაკუთრებით საფრთხე შეიცავს ბავშვებისთვის აქედან გამომდინარე ეს არის რა თქმა უნდა თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობა რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას ჩვენ გქონდა ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც ჩვენ ყველა რეგულაციით ჩავატარებთ ამ კამპანიას გარდა ამისა ჩვენ უზრუნველყოფთ რომ ჩვენი კანდიდატები ჩვენი აქტივი იყოს აცრილი და ამასვე მოუწოდებთ ჩვენ ოპოზიციას რომ ჩაერთოს ამ კამპანიაში პოლიტიკურ კამპანიასთან ერთად ჩაერთონ იმ კამპანიაში რომ საკუთარი აქტივისტები თან გქონდეთ მუშაობა რომ მათ ყველამ აიცრან და შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი რომ თავის საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღეც იყოს მაქსიმალურად დაცული COVID უსაფრთხოების შეიძლება თქვენზე ბევრად მეტი იცოდეს ვიდრე წარმოგვიდგენია. ის გაბრაზებულია.
მართლა პარტიაზე არის გაბრაზებული და იწევს თქვენ წინააღმდეგ ბრძოლას. გეშინია თუ არა აბსოლუტურად ის როგორც პოლიტიკა. არა, მაგრამ თუ ვინმე გაბრაზებულია, ზოგადად ადამიანს ურჩევ, რომ ბრაზი ცუდი მრჩეველი არის და კიდევ ერთხელ თავისუფალი ქვეყანა საქართველოს ყველა შეუძლია იყოს პოლიტიკურად აქტიური. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მაშინ ზოგადად ასე